შარს ვდებ კაცო. ერთი წამი ვუხებ, კამეჩს ვეძებთ აი ამ ხედზე. ულამაზია. ულამაზია. და თან ჩიტების ჭიკჭიკი ისმის ლაშას რომ ვიდეო არ ქონდეს ჩართულეს. საინტერესო თვითონ ძროხები და კამეჩები თუ აღიქვამენ ამ სილამაზეს. საკმაოდ ტალახიანი გზა გავიარეთ და მთის მწვერვალზე მივაგენთ კამეჩებს. ვიპოვეთ კამეჩები. გამოწოლილან აქ და ისვენებენ. ლაშალამის ჭკუიდან გადავიყვანე, რადგან ყველა კამეჩთან მისვლა და ხელის მოკიდება მინდოდა სახეზე. და კამეჩი რო რქებით მოდიოდა ჩემკენ, მეგონა რომ მოფერება უნდოდა. გეუბნები ესეთები არიან მეთქი. ნახე რა ლამაზები არიან. ის ხარგონია ფერმაში გაზდილი. ой მე რა ყველანი მოვაგროვეთ და წავიყვანეთ სახლისკენ, მაგრამ უკანა გზა იყო საშინელება, კატასტროფა. ელა თუ დაიწე ეხა. გას მოდიოდი, მე მოდიოდი, რომ მიხარი და. არა, უბრალოდ მე ვარ მოუხერხებელი, თორე თვითონ სუფთა გამოვიდა. იგი რატომ მიდიხარ? იქი გამოდი აქ. ხანდახან ტალახში ჭყაპუნის თერაპია თან ამ ხედზე. არც ბავშვობაში ვიკლებდი ტალახს, მაგრამ დიდობაშიც სასიამოვნო ყოფილა. კამეჩების მოძებნად საინტერესო აქტივობა აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სოფლის ყოველდღიურობაა.